დილა მშვიდობისა, ჩვენი დღევანდელი გადაცემა ავაწყოთ ცოტა ისე რომ ფოლკლორს, ქართულ ფოლკლორს მივეფეროთ, ქართულ ეთნოგრაფიას მოვესიყვარულოთ. ალბათ მემჩნევა მე რომ მიყვარს ქართული ფოლკლორიც და ქართული ეთნოგრაფიაც, პრეტენზია და ამბიცია სულ არ მაქვს, მაგრამ იმისი ამბიცია ნამდვილად მაქვს რომ ძალიან მიყვარს ქართული ფოლკლორიც და ქართული ეთნოგრაფიაც, ცოტა ამ ამბებში ვერ ყვევი. ბევრი მინახავს, ბევრთან მქონია ურთიერთობა, ჩანაწერებიც გამიკეთებია. ცოტა მგონია რომ კარგი დამფასებელი ვარ ამ საქმის და ამ ამბვის. ამიტომ ამ ფოლკლორის, ქართული ფოლკლორის ფასიც მესმის, ყადრიც ვიცი. მგონია რომ ბოლო დროს ქართულმა ფოლკლორმა ძალიან კარგად მოიკიდა ფეხი, სწორად მოიკიდა ფეხი. ზოგიერთი რამე რა თქმა უნდა მეც არ მომწონს, ზოგიერთი გადაჭარბებულად მიმაჩნია, ზოგიერთი ამბავი ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მგონია რომ არასწორადაა გაგებული და არასწორად კეთდება, მაგრამ ბევრი მარგალიტი გამოჩნდა, ახალგაზრდები განსაკუთრებით. პატარები, დღეს ჩვენ განსაკუთრებული სტუმარი გვყავს. მე მგონი 18 თუ 19 წლის ახალგაზრდა გოგო, რომელიც ამ ამბვითაა დაკავებული და კარგად მოგიყვებით და გაგაცნობთ მის შესახებ. მე მას შევხვდი რა თქმა უნდა გადაცემის დაგეგმვის წინ და აღტაცებული ვარ მისი დამოკიდებულებებით და ძალიან მიხარია რომ დღეს ჩვენი სტუმარი იქნება და მე მას გაგაცნობთ. რამდენადაც ეს შესაძლებელია ჩვენი ბაღიდან, რამდენადაც ეს გამოგვივა, რამდენადაც ამას ჩემი ცოდნა ამ საქმეში საშუალებას მომცემს, მე დიდი სიამოვნებით დღეს მოვეფერები, მოვესიყვარულები ქართულ ფოლკლორს და ქართულ ეთნოგრაფიას. ქართულ დიალექტზე შეიძლება ორი სიტყვის თქმა, ეს ჩემი ტექსტი არა რა თქმა უნდა, დიალექტზე არსებობს ასეთი არაჩვეულებრივი ნათქვამი, რომ დიალექტი არის დედა მდინარეში შემდინარე ნაკადულები, რომლებიც ამდიდრებენ, აუხვებენ, ბარაქიანს ხდიან და ძლიერს ხდიან დედა მდინარეს. ამაზე კარგად მე ვერ ვიტყვი რა თქმა უნდა, ამიტომ ამ სიტყვებს გეტყვით დღეს ჩემს მისალმებაში. ნინო დღეს დიდი სამზადისითაა, რამდენად გამოგვივა არც ეგ არ ვიცი, გურულების გაკეთებული ხინკალი რა უნდა იყოს, მაგრამ შევეცდებით რომ ხინკალი მოვახვიოთ, ისე როგორც ეს ჩვენ გამოგვივა. მოკლედ ქართული დღე გვაქვს დღეს. ვეფერებით ერთმანეთს, ჩვენს კუთხეებს, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ფოლკლორს, ეთნოგრაფიას და დიალექტს. დღეს განსაკუთრებით შევეცდები რომ გურული დიალექტით ვილაპარაკო. ნახვამდის დროებით შევხვდებით.